თუ ამ ვიდეოს უყურებ, ეს ნიშნავს, რომ უკვე მეხუთე გაკვეთილზე ხარ. ამ და მომდევნო გაკვეთილებში ჩვენ გავეცნობით თევზაობის სხვადასხვა მეთოდებს, რომლებიც დამანგრეველია ეკოსისტემისთვის. დავიწყოთ ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მეთოდზე საუბრი. ელექტროშოკით თევზაობა. მოდით ახლა აგიხსნით რა არის ელექტროშოკით თევზაობა. ეს უკანონო მეთოდი გულისხმობს მდინარე შენ ტბაში ელექტროენერგიის უშუალოდ მიწოდება სპეციალური ან თვითნაკეთი მოწყობილობით. დენის ზემოქმედებით თევზები პარალიზდებიან, ზედაპირზე ამოდიან და მათი დაჭერაც ძალიან მარტივდება. თუმცა რაც შეიძლება ზოგისთვის მარტივ მეთოდად ჩაითვალოს, რეალურად წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დამანგრევალ ქმედებას ბუნებისთვის. რატომ არის ეს დამანგრეველი? ელექტროშოკი კლავს არა მხოლოდ თევზებს, არამედ წყალში მცხოვრებ სხვა არსებებსაც. კიბორჩხალებს, ლოკოკინებს, ბაყაყებს და სხვა მიკროორგანიზმებს. შედეგად ირღვევა წყლის ეკოსისტემის ბალანსი. ზიანდება თევზის ქვირითი და ახალი თაობა, რომელიც მომავალში ბუნებრივად გაამრავლებდა სახეობას. ეს კი პირდაპირ გავლენას ახდენს თევზების პოპულაციის შემცირებაზე. ბევრი თევზი გარედან თითქოს დაუზიანებელია, მაგრამ შიგნიდან ნერვული სისტემის, ორგანოებისა და კუნთოვანი ქსოვილის სერიოზული დაზიანება აქვს. სამწუხაროდ ელექტროშოკით თევზაობა ჯერ კიდევ ხშირია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, მაგალითად რიონი, ენგური, ხობისწყალი და ჩოლოქი. ეს ადგილები მნიშვნელოვანი ჰაბიტატებია გადაშენების პირას მყოფი თევზებისთვის. ესეთი სახით თევზაობა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია და იგი ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. გაინტერესებს რა ხდება ამ მიმართულებით სხვა ქვეყნებში? ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ეს მეთოდები მთლიანად აკრძალულია და მკაცრი სანქციებია დაწესებული. აშშ-სა და კანადაში შესაძლოა დაგიჭირონ ან დაგაჯარიმონ. ზოგ ქვეყანაში გამოიყენება დრონები და წყლის ზედაპირის მონიტორინგის სენსორები. გაკვეთილის დასასრულს კიდევ ერთხელ გავიაზროთ თუ როგორ შეგვიძლია ბუნების დაცვა. თუ შენ შეესწარი ელექტროშოკით თევზაობის შემთხვევას, დარეკე გარემოს დაცვის სამსახურის ცხელხაზზე 153. შეძლებს დაგვარად გადაიღე ვიდეო ან ფოტო მტკიცებულება. ჩაინიშნე ადგილი და დრო. თევზი მხოლოდ საკვები არ არის, ის ასევე ეკოსისტემის ნაწილია. ელექტროშოკით თევზაობა არა მხოლოდ დანაშაული, არამედ ბუნების მიმართ დაუნდობელი ქმედებაა.